მოგესალმებით ყველას, თქვენ ხართ ეზოთერიკას ბლოგზე და ამ ვიდეოში მინდა რომ გავაკეთო გაშლა მათთვის, ვისაც აინტერესებს ურთიერთობები. ამ შემთხვევაში არ ექნება მნიშვნელობა თქვენ ხართ თუ არა უკვე ურთიერთობაში, ან ხართ თუ არა დაოჯახებულები, იმიტომ რომ ეს გაშლა თქვენ გიპასუხებთ კითხვებზე, ზოგადად ამ ცხოვრებაში ურთიერთობებში როგორი კარმით ვარ მოსული, როგორ უნდა დავამუშავო ეს კარმა და შედეგად რას მივიღებ. ზოგიერთი თქვენთაგანისთვის შეიძლება უკვე დამუშავებული ქონდეთ და უკვე მიღებული ის შედეგი, რომელიც შეიძლება ამოგივიდეთ და ამ შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ შეინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და უკვე არაფერზე ინერვიულოთ, უბრალოდ შენარჩუნებაში დახარჯოთ მეტი დრო და ენერგია. მათთვის კი, ვისაც ურთიერთობები ზოგადად პრობლემური აქვს, მათთვის ვინც მუდმივად რაღაც შეცდომებს უშვებს ურთიერთობაში, ან უბრალოდ ვერ ხვდებით რაში შეიძლება იყოს პრობლემა, რატო არის მიუღებლობა, რატომ გეშლებათ ურთიერთობები და რატომ ვერ ეწყობთ, მაშინ იმედია რომ ამ გაშლაში იპოვეთ თქვენთვის სასურველ პასუხებს ან პატარა მინიშნებებს მაინც. მაშასე, უბრალოდ დახუჭოთ თვალები და მოცემული 5 ვარიანტიდან თვალების გახელისთანავე ეცადეთ რომ ინტუიციურად აირჩიოთ რომელიმე თქვენთვის სასურველი ვარიანტი. ჩემი კარმა როგორი არის ურთიერთობების კუთხით ამ ცხოვრებაში. სანამ თქვენ არჩევანს გააკეთებდეთ, ცოტა ოდნოს მოგიყვებით კარმის შესახებ, ანუ კარმა ზოგს ჯერა, ამის ზოგს არ ჯერა, ამიტომაც აღიქვით, რომ უბრალოდ არის მიზეზშედეგობრიობა, ანუ თქვენს ამ გაშლაში კითხვაზე, რაზეც გაეცემა პასუხი, არის უბრალოდ რა მიზეზშედეგობრიობაში ვარ მოყოლილი აი ამ ცხოვრებაში, განსხეულებაში ურთიერთობების კუთხით. მაშასე გააკეთეთ არჩევანი, ან დააპაუზეთ ვიდეო და კარგად დაფიქრდით, ან უბრალოდ მიენდეთ თქვენ ინტუიციას და მათთვის ვინც უკვე გააკეთა არჩევანი, დავიწყოთ გაშლა პირველი ვარიანტიდან. რა კარმით ვარ მოსული ამ ცხოვრებაში პირად ურთიერთობებში? თქვენ ამოგდეთ არკანის სამყარო. სამყარო ეს არის ყოველ მხრივ ძალიან ღია, გახსნილი და ძალიან ფართო გზა კარმული ამ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში თქვენ სავარაუდოდ არანაირი დავალიანება, არანაირი მინუს კარმა არ გაგაჩნიათ ურთიერთობებთან დაკავშირებით და სამყარო ასე ვთქვათ გახსნილია თქვენთვის კარმულად იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობები აეწყოს, გამოვიდეს, ან შესაძლებელია უკვე აწყობილია, უკვე გამოსულია და თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებდეთ. ხოლო თუ ჯერ მაინც არ არის გამოსული, ან მაინც გამოვიდა, მაგრამ მაინც გსურთ იცოდეთ, როგორ უნდა დაამუშავოთ ეს საკითხი, ან როგორ დაგიმუშავებიათ, ვნახოთ შემდეგი არკანი. ეს არის პაჟი პენტაკლების და რეალურად ამ არკანში თქვენგან მოითხოვებოდა, ან მოითხოვება ის, რომ სამყარო კი ნამდვილად არის ღია და გახსნილი თქვენთან ერთობაში, მაგრამ ზოგადად არკანის სამყარო არის ძალიან გახსნილი და მასშტაბური არკანი. შესაბამისად, მას არ უყვარს არანაირი შეზღუდვები და აქედან გამომდინარე, აი ამ პაჟში ჩვენ ხედავთ, რომ თქვენი დასამუშავებელი გზა არის დამოკიდებული თქვენზევე. ანუ თქვენ თვითონვე უნდა გადადგათ მატერიალური ნაბიჯები, არ უნდა გწამდეთ იმისი, რომ სადღაც არსებობს ბედი და სადღაც შევხვდებით, იმიტომ რომ სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენი ბედი ის იქნება, ვისკენაც თქვენ გადადგამთ ნაბიჯს, იმიტომ რომ არჩევანი მრავლად შეიძლება გქონდეთ. შესაძლებელია, რომ თქვენ ცხოვრებაში რამოდენიმე ვარიანტიც იყო პირად ურთიერთობის აწყობის, ან შესაძლებელია ვიღაცა უკვე იყო და ახლა სხვა არის და შეიძლება მომავალშიც კიდე სხვა იყოს. თუმცა გახსოვდეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე არის, თქვენ მატერიალურ ნაბიჯებზე რას გადადგამთ ამ ცხოვრებაში, ანუ რა ნაბიჯებს გადადგამთ და ვის აირჩევთ თქვენ, იმიტომ რომ სამყარო მაქსიმალურად ღია იქნება თქვენთვის. და შედეგი, რასაც მიიღებთ, ან უკვე მიიღეთ ამ ნაბიჯებიდან არის ის, რომ თქვენ მიიღებთ უზენაეს სამართლიანობის პრინციპს, ანუ მიიღებთ იმას, რაც თქვენ გეკუთვნოდათ. ანუ საერთოდ ჯამში რო შევეჯამო, გამოდის, რომ თქვენი ბედნიერება ამ ცხოვრებაში ურთიერთობებში დამოკიდებული არის მხოლოდ თქვენზე, იმიტომ რომ არანაირი დავალიანება, როგორც უკვე ვთქვით, არ გაქვთ, ანუ არაფერი გამოსასწორებელი და გამოსასყიდი ამ ცხოვრებაში ამ კუთხით არ გაქვთ, უბრალოდ დაჯდებით მოლოდინის რეჟიმში, თუ მით უმეტეს არ გყავთ პარტნიორი და არ გაქვთ პირადი ურთიერთობა აწყობილი, დაჯდებით მოლოდინის
რეჟიმში, იმიტომ რომ შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში ისეც მარტივად ხდებოდეს პარტნიორების მოსვლა და ვარიანტები მუდმივად იყოს. ამიტომაც შეიძლება შეგექმნათ ილუზია, რომ ეს ყველაფერი მუდმივად ასე იქნება და უნდა დაელოდოთ საუკეთესო ვარიანტს. თუმცა სამყარო თქვენ გირჩევთ იმას, რომ კი არ დაელოდოთ, არამედ გააზრებული ნაბიჯი გადადგათ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პარტნიორი, აირჩიოთ გონებით, ჭკუით, გულით და შემდეგ მასთან ერთად შექმნათ ესეთი სამართლიანობის პრინციპზე აგებული ოჯახი და აგებული კავშირი, რომელიც თქვენთვის იქნება ძალიან დადებითი, ძალიან ჰარმონიული და ძალიან სასიამოვნო. ვინც ერჩეთ მეორე ვარიანტი, კარმულად როგორი ურთიერთობები გეკუთვნით ამ ცხოვრებაში. აქ ამოგვდის ჩვენ ცხრიანი თასი, რომელიც რეალურად ძალიან კმაყოფილების არკანი არის და საკმაოდ ასე ვთქვათ, კარგი მდგომარეობის, რაც თქვენ გეკუთვნით, ანუ კმაყოფილება გეკუთვნით ამ ცხოვრებაში, პირად ურთიერთობებში. თუმცა ამ არკანზე ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანი არის მარტო გამოსახული, ხო? მასთან არავინ არ არის, ასე ვთქვათ, სუფრაზე მეტი არავინ არ უზის. შესაბამისად, ეს არკანი შეიძლება თქვენთან, ზოგიერთი თქვენგანისთვის იყოს გათამაშებული როგორც მარტოობის არკანი და შესაძლებელია, რომ თქვენ მარტოობაში გაქვთ მოსაპოვებელი ის თვითსაკმარისობა და ის სიმთლიანი, რომელსაც ადამიანები ძირითადად ურთიერთობებში პოულობენ ხოლმე. თუმცა ნახოთ, რა დაგეხმარებათ ამის დამუშავებაში. აქტიური ქმედებები, ანუ ეს არის ტუზი კვერთხების, რომელიც გვესაუბრება იმაზე, რომ რეალურად ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ, მაგრამ შეიძლება უბრალოდ მიდრეკილები იყოთ იმისკენ, რომ მე არავის არ უყვარვარ, მე მარტო შემიძლია, მე მარტოობაშიც კმაყოფილი ვარ და ანუ თუნდაც ურთიერთობაში თუ ხართ, ხშირად შეიძლება მარტოობისკენ მიგიწევდეთ გული. თუმცა ისევ და ისევ თქვენს აქტიურობაზე არის დამოკიდებული, რამდენად თქვენ შეძლებთ, რომ ცხოვრებაში მიიღოთ ის ფენომენი, რომ მარტო არ ხართ და რომ პარტნიორი, რომელიც გყავთ გვერდით, ან ჯერ არ გყავთ, ნამდვილად გიმსახურებთ თქვენ და ნამდვილად შეგიძლიათ, რომ ჰარმონიულ ოჯახს მიაღწიოთ. ანუ უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ ტენდენციურად სამყაროსეულად შეიძლება მარტოსულობისკენ უფრო მიდრეკილები იყოთ, თუმცა დასამუშავებელი მომენტი არის აქტიური ქმედება და აქტიური ქმედების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ანუ 7-იან თასს, რომელიც საკმაოდ ესეთი არკანი არის, ანუ რეალურად შესაძლებელია, რომ თქვენ იმდენად იყოთ მარტოსულობისკენ მიდრეკილი, რომ როგორც არ უნდა ბედნიერი ოჯახი და ჰარმონიული ოჯახი გქონდეთ, მაინც აი თქვენი ეს მთლიანობა და თქვენი მარტოობა გენატრებოდეთ ხოლმე და მაინც იყოთ, ასე ვთქვათ, მიდრეკილი მელანქოლიისკენ. თუმცა შემიძლია გითხრათ ის, რომ მარტოობისთვის განწერული არავინ არ არის, თუ თქვენ ამჟამად ხართ მარტოსული და არ გყავთ პარტნიორი, ეცადეთ რომ იმოქმედოთ ამისთვის, იმიტომ რომ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც თქვენ განახორციელებთ, ძალიან დიდწილად შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება, თქვენი პარტნიორული და პირადი ცხოვრება და თუ თქვენ ნამდვილად გსურთ, პირველ რიგში თქვენთვის უნდა გადაწყვიტოთ, იმიტომ რომ სამყაროსეულად უფრო მარტოობისთვის ხართ ხო მოსული. თუნდაც ურთიერთობაში იყოთ, მაინც ანუ სრულ ჰარმონიზაციას შეიძლება ვერ აღწევდეთ ურთიერთობაში, ან გიჭირდეთ სხვა ადამიანებთან ჰარმონიის პოვნა. ამიტომაც გახსოვდეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის თქვენ ხელში და უბრალოდ აი უნდა იმოქმედოთ, ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოთ პირველ რიგში საკუთარ თავთან, იმიტომ რომ საკუთარ თავთან გაქვთ გასარკვევი ის გსურთ თუ არა ზოგადად აი ესეთ ჰარმონიულ ურთიერთობებში ყოფნა, რომელიც გულისხმობს, რომ წაიშალოს ზღვარი თქვენსა და მეორე ნახევარს შორის და უბრალოდ იყოთ ერთი მთლიანი. აი ამაში ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა გაერკვეთ და შემდეგ უკვე სამყარო მოიქცევა თქვენს მიმართ ისე, როგორც თქვენ შეცვლით თქვენ თავში ამ დოგმას. თუმცა კი, ანუ შემიძლია ვთქვა ძალიან თამამად, რომ უფრო მარტოობის გზით ხართ მოსული ამ ცხოვრებაში და მარტოობის კარმით. თუმცა არანაირი კარმა არ არის განაჩენი და ნებისმიერი საერთოდ ნებისმიერი კარმის ცვლილება და გამოსწორება შეიძლება, ხო? ზუსტად ამაზე ვშლით ახლა. მესამე ვარიანტი, როგორი კარმით ვარ მოსული პირად ურთიერთობებში, ამოგვდის ულამაზესი ჯემი ერთ-ერთი საყვარელი არკანი სულელი, თუმცა პირადში მაინც და მაინც რომ გითხრათ, რომ კარგი არკანია, თქვა ამას ვერ გეტყვეთ და ვერ დაგაიმედებთ. სულელის ქვეშ კარმულად შეიძლება იგულისხმებოდეს, რომ თქვენ ძალიან თავისუფალ კარმაში ხართ მოსული. ანუ
თქვენი ასარჩევი არის, გინდათ ურთიერთობა გექნებათ, არ გინდათ არ გექნებათ, ასეთი ურთიერთობა გინდათ გექნებათ, ისეთი გინდათ გექნებათ. ზოგიერთი თქვენგანისთვის ხოთ შეიძლება იმუშაოს არატრადიციული ორიენტაციის კუთხითაც, იმიტომ რომ არკანის სულელი არის აბსოლუტურად თავისუფალი ყველანაირი ჩარჩოსგან და ყველანაირი რაღაცა დოგმისგან თუ რაიმე ცხოვრებაში არსებობს ხოლმე. ამიტომაც კარმულად თქვენ ძალიან თავისუფლები ხართ. შეგიძლიათ რა ეს დაბადებიდან მოდის, თუმცა არატრადიციული ორიენტაციისკენ შეიძლება გქონდეთ მიდრეკილება, ან შეიძლება ძალიან თავისუფალი ტრილის ურთიერთობები გიზიდავდეთ პასუხისმგებლობების გარეშე და ძალიან თავისუფლად გრძნობდეთ თავს, ანუ ასე ვთქვათ, რასაც ცხოვრება მოგიტანთ და არ მოგიტანთ და მაინც კარგად იქნებით. ანუ ასე ვთქვათ, ამ ცხოვრებაში თუ რაიმე თქვენ გსურთ, აბსოლუტურად თქვენი ასარჩევია და დიდად შრომის ჩადებაც ამაში შეიძლება არ მოგიწევთ, იმიტომ რომ ძალიან თავისუფლად მოდიხართ ამ კარმაში, ხო? როგორ დაამუშავოთ ეს ისევ და ისევ როგორ უნდა დაამუშავოს ადამიანმა ძალიან თავისუფალი გამოვლინება, ხო? მან უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობები თავის თავზე და ყოველთვის პირველ რიგში, ანუ ხმლები ეს არის მენტალური სტიქია და მენტალური სტიქიაში ეს სულელთან ერთად შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რომ ყოველთვის უნდა იყოს თქვენ თავთან მართალი, თქვენი კარმის ადამიანმა არასდროს არ უნდა დააძალოს თავის თავს, რომ აი ესეა მიღებული და მეც ესე უნდა ვიყო, ან უკვე ამდენი წლის ვარ და რატომ არ ვარ დაოჯახებული, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეცადეთ რომ იყოთ ყოველთვის თქვენი იდეების ერთ გული პირველ რიგში. თუ თქვენ თვლით რომ შეგიძლიათ ასეთი ურთიერთობა და ეს იყოს მაგალითად საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, თქვენ სრული უფლება გაქვთ ასე იცხოვროთ, იმიტომ რომ ამ კარმულად თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი ხართ გამოვლინებაში. როგორი ურთიერთობაც გინდათ, აუცილებლად იპოვით ისეთ პარტნიორს და ზუსტად ისეც, რომელიც თქვენ შეგეწყობათ და თქვენ, ასე ვთქვათ, მოგეწონებათ და თქვენთვის იქნება ზედგამოჭრილი. და რას მიიღებთ შედეგად? შედეგად მიიღებთ 10-იან კვერთხევს, რაც მას ნიშნავს, რომ ამ ძიებაში და ამ გზაზე ეს გზა ნამდვილად მარტივი არ იქნება და ამ გზაზე ძალიან ბევრი სირთულეების გავლა მოგიწევთ, ხო? და საბოლოო ჯამში მიიღებთ იმას, რომ რეალურად თქვენ გზაზე კი წახვალთ და რაოდენ თავისუფალი და ლაღიც არ უნდა იყოს თქვენი გზა, ხედავთ აი აქ მით უფრო რთული გასავლელი იქნება, იმიტომ რომ თქვენი საკუთარი გზა უნდა გაიკვალოთ და შესაბამისად მძიმე ტვირთთან არის ეს დაკავშირებული. თუმცა აქედან გადახვევა არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ ძალიან თავისუფლად ხართ მოსული, თქვენ თვითონ უნდა გაიკვალოთ თქვენი გზა, ახალი გზის გაკვალვა კი ყოველთვის მეტად უფრო რთულია, მაგრამ სამაგიეროდ თქვენთვის არის ჭეშმარიტი. ამიტომაც თქვენ არ აქვს მნიშვნელობა ხართ ამჟამად ურთიერთობებში თუ არ ხართ ამჟამად ურთიერთობებში, ეცადეთ რომ ყოველთვის თქვენ თავთან პირველ რიგში იყოთ მართალი და შემდეგ უკვე პარტნიორთან ან პოტენციალურ პარტნიორებთან. ნახოთ მეოთხე ვარიანტი. რა კარმით ვარ მოსული ამ ცხოვრებაში პირად ურთიერთობებში. თქვენ შემთხვევაში ეს არის პაჟი კვერთხების, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ დადებითი კარმა გაქვთ, ვერ ვიტყოდი რომ რაიმე დავალიანებები გექნებოდათ ან რაიმე ნეგატიური შტრიხები, თუმცა პაჟი არის დაკავშირებული მეტწილად აქტიურობასთან და პატარა ნაბიჯებთან. ანუ ვიტყოდი რომ თქვენ შეიძლება კარმულად დიდად ეს თემა დამუშავებული არ გაქვთ, ან რაღაცა სხვა ჭრილში გაქვთ დამუშავებული და ამ ცხოვრებაში ფაქტურად თავიდან იწყებთ რაღაცა გარკვეულწილად ამ გზის გავლას. ამიტომაც ძალიან ბევრი რამე იქნება თქვენზე დამოკიდებული. რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? ამოგდით ისევ და ისევ კვერთხების მეფე ამ შემთხვევაში, ხო? გამომდინარე იქიდან რომ ორი კარის არკანი ამომდის, შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რომ უნდა დაამუშავოთ ზუსტად ურთიერთობა თუ ქალბატონი ბრძანდებით მამაკაცებთან, თუ მამაკაცი ბრძანდებით მაშინ ქალებთან. ანუ დაამუშავოთ იმ კუთხით ვამბობ, რომ თქვენ მეტწილად, ანუ გამომდინარე იქიდან რომ უკვე ვისაუბრეთ, რომ შეიძლება რაღაცა დამწყებ გზაზე იდგეთ ამ ცხოვრებაში, პირადის კუთხით, შესაძლებელია ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ, გამომდინარე იქიდან რომ ბევრი რამე შეიძლება გქონდეთ სასწავლი და შესაძლებელია რომ აი მოგიწევთ მაგალითად ადამიანის ფსიქოლოგიის შესწავლა, მეტად უფრო ადამიანის ქცევის შესწავლა და ასე ვთქვათ ზოგადად ურთიერთობების სწავლა, იმიტომ რომ ამ ცხოვრებაში შეიძლება ეს ცოტათი გაგიჭირდეთ, გამომდინარე იქიდან რომ რაღაცა ახალ გზაზეც გეხართ, ხო? შესაძლებელია უბრალოდ თქვენს განსხეულებაში, რომელიც ქესისაც ბრძანდებით, შეიძლება აი ამ განსხეულებაში
სხეულებაში ხართ ძალიან ახალი და შესაბამისად გიჭირდეთ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა. და რას მიიღებთ შედეგად თუ დაამუშავებთ აი ამ ყველაფერს ესაც ვისაუბრეთ, ეს არის ძალიან მყარი ურთიერთობა. თუ ქალბატონი ბრძანდებით, მაშინ ისეთ მამაკაცს მიიღებთ გვერდით, როგორც თქვენ გსურთ, ზუსტად და ისეთ ძლიერს, პასუხისმგებლობიანს, ძალიან მყარს და ძალიან სასურველს, როგორც თქვენ გსურთ. თუ სულ ყველა სამივეს გადავხედავთ, სულ ყველა ეს არის ადამიანები, ანუ პერსონაჟები არიან, რომლებიც გვესაუბრებიან იმაზე, რომ არ გამორიცხავს იმას, გამომდინარე ისევ და ისევ იქიდან, რომ თქვენ შეიძლება ახალგზაზე იყოთ ამ ცხოვრებაში, ამ კუთხით და ამ საკითხში. შესაძლებელია, რომ ძალიან რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ვარიანტი იყოს პირადის თქვენს ცხოვრებაში, რამოდენიმე უკვე დასრულებული ურთიერთობა გქონდეთ, ან არ შემდგარი ურთიერთობა, იმიტომ რომ, ასე ვთქვათ, ამ ცხოვრებაში თქვენ პირველ რიგში მოგეთხოვებათ სწავლა ურთიერთობების და შემდეგ უკვე, როდესაც ისწავლით და ჩააბარებთ ამ გამოცდას, მერე უკვე დაიმსახურებთ აი ასეთ პარტნიორს, როგორც ბოლოში ამოგვდის, ხო? თუმცა ყოველი სწავლის გზაზე აუცილებელი არის გამოცდების ჩაბარება და აუცილებელი არის პრაქტიკული გაკვეთილების მიღება, შესაძლოა ამიტომაც, შეგაშფოთებთ ის მომენტი, თუ თქვენ ცხოვრებაში რამოდენიმე ადამიანთან წარუმატებელი ურთიერთობა გაკავშირებდათ ერთთან ან რამოდენიმესთან, იმიტომ რომ ეს თქვენი გასავლელი გზა იყო, ამას თქვენთვის რაღაც უნდა ესწავლებინა, იმისთვის რომ თქვენ მიიღოთ საბოლოო ჯამში ის მყარი ოჯახი, როგორც თქვენ გსურთ რომ გქონდეთ და თქვენ აუცილებლად მიიღებთ, იმიტომ რომ საკმაოდ აქტიური, სულ ყველა ცეცხლოვანი არკანია, მოდის სამივე, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან აქტიურად შეიძლება თქვენ ისედაც იყოთ ამ საკითხში ჩართული და შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ რაღაცა საკითხში ხართ ჩართულები და ბოლომდე მიყავთ, აუცილებლად გამოგივათ. და ნახოთ მეხუთე პოზიცია თქვენთვის ამ ცხოვრებაში კარმული, ასე ვთქვათ, ჭრილი პირადი ურთიერთობებისა. ძირითადად ეს არკანი აჩვენებს იმას, რომ ურთიერთობებში თქვენ აუცილებლად უნდა გყავდეთ ბავშვები და იმიტომ რომ თქვენი კარმული ხაზი ურთიერთობისა მოითხოვს ძალიან დიდ სილაღეს და ძალიან დიდ ჰარმონიულობას კავშირში. შესაბამისად, შესაძლებელია კონკრეტულად პარტნიორთან არაფერი გამოგივიდეთ ან არ გამოგივიდეთ, მაგრამ აუცილებლად თქვენს კარმაში იგულისხმება და მოიაზრება ბავშვების ყოლა, იმიტომ რომ თქვენ კარმულად ეს ლაღი ურთიერთობები, რომელიც ამ არკანზე არის აღწერილი, ესეთი ბავშვების გარემოცვა, თქვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. სილაღე, ანუ რა თქმა უნდა, მეორე მხრივ ეს არკანი ნიშნავს, რომ ურთიერთობებში თქვენ იმსახურებთ სილაღეს და ბარაქას, ანუ საკმაოდ ლაღ და ძალიან სუფთა და ემოციონალურ ურთიერთობებს, თუმცა ისევ და ისევ ხედავთ, რომ ადამიანი არის მარტო, მას არ ყავს აქ პარტნიორი და უყურებს ბავშვებს, ხო? ანუ მეტად უფრო მაინც აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ თქვენ უფრო იმსახურებთ ანუ ბავშვებს თქვენ ცხოვრებაში, შვილებს და შეიძლება აქ პარტნიორი იცვლებოდეს ან თქვათ არ იყოს დიდი ხანი თქვენ ცხოვრებაში არ დარჩეს. როგორ უნდა დაამუშავოთ თქვენი კარმა? ორიანი კვერთხები, რაც მას გულისხმობს, რომ თქვენ მუდამ უნდა ეძიოთ რაღაცა ახალი გზები თქვენ ცხოვრებაში. მაგალითად, თუ პირობითად უკვე გყავთ შვილები და არ გამოვიდა არაფერი მის მამასთან ან დედასთან, მაშინ ეცადოთ, რომ ეძებოთ სხვა ვარიანტები. ანუ მაგალითად, ზოგადად ცოტა ხნით უპარტნიორობაც ძალიან კარგი ვარიანტი იქნება, იმიტომ რომ როგორც ჩანს, თქვენ შეიძლება მეტწილად ესეთი კარმა გქონდეთ, რომ ჯერ გყავდეთ ძალიან ახალგაზრდა ასაკიდანვე ყოლოდათ შვილები და შემდეგ უკვე ეს ოჯახი, როგორც ოჯახად არ შენარჩუნებული იყო. ამიტომაც თქვენი კარმის დამუშავება ყველაზე სწორი იქნება, თუ თქვენ სხვა ვარიანტებსაც მოიაზრებთ თქვენ კარმაში. სხვა ვარიანტებში იგულისხმება როგორც სხვა ადამიანის მოაზრება, მაგალითად თუ უბედური ხართ დაოჯახებული ქმართან ან ცოლთან და გყავთ უკვე ბავშვები, მაშინ არავინ გაკავებთ, ხო? შეგიძლიათ მოიაზროთ სხვა ვარიანტები, შეგიძლიათ ცოტა ხნით განერიდოთ, გაეყაროთ დაისვენოთ თქვენი პარტნიორისგან, თუ ეს თქვენ ბედნიერებას არ განიჭებთ, ხო? და ნახოთ სხვა ვარიანტები, თუნდაც მარტოობის გზაც მშვენიერი ვარიანტია, ხო? და რას მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაამუშავებთ თქვენს კარმას ამ კუთხით? თქვენ ღებულობთ
ძალიან სწრაფად განვითარებად მოვლენებს და შესაძლებელია ზუსტადაც რომ თუ თქვენ თვითონ ეცდებით რომ დაამუშავოთ თქვენი კარმა და მოძებნოთ სხვა ვარიანტები ხო ძალიან სწრაფად შეიძლება სხვა ადამიანი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ანუ თავარი მოტივი ამ სამი არკანიდან, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ნურასდროს დარჩებით ურთიერთობებში, რომელიც თქვენთვის არ არის ბედნიერების მომტანი. ეცადეთ იპოვოთ სხვა გზები და ამ გზებზე თქვენ აუცილებლად შეგხვდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც არის თქვენი პირადად იდეალური პარტნიორი და შეგეშინდებათ ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ვაიდა იქნებ მომავალში საერთოდ არაფერი არ არის და ბავშვების გამო ოჯახს ხო ვერ დავანგრევ, აქ არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება არც გყავდეთ ბავშვები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიდრეკილება ჩანს იმისა, რომ კომფორტის ზონისკენ შეიძლება იყოს ძალიან მიდრეკილები, გიჭირდეთ ნაბიჯის გადადგმა, გადაწყვეტილებების მიღება და სამყარო კი თქვენ გთავაზობთ იმას, ანუ დამუშავების მეთოდად, რომ არ შეგეშინდეთ სიახლეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯების გადადგმის, ახალგზების გაკვალვის არ უნდა შეგეშინდეთ და როგორც კი თქვენ ამას დაიწყებთ, აუცილებლად თქვენ ცხოვრებაში შემოვა პიროვნება, რომელიც იქნება ზუსტადად თქვენთვის ძალიან დადებითი და სასურველი პიროვნება თქვენს პირად ცხოვრებაში. სულ ეს იყო ხუთივე ვარიანტის გაშლა. მე კი მოგიწოდებთ, რომ თუ მოგწონთ ჩემი გაშლები და თუ თქვენთვის რაიმე პოზიტიური მოაქვს ამ ყველაფერს, მაშინ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და მუდმივად მიიღოთ ხოლმე ინფორმაცია, როდესაც დაიდება ხოლმე ახალი ვიდეოები. მადლობა ყველას ყურებისთვის და სამყაროს შევსთხოვ, რომ ყველას ძალიან კარგად მოგხმარდეთ ეს ინფორმაცია, რომელიც დღეს შეიძლება მიგიღოთ ამ ვიდეოდან.